ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. თამაზ მაყაშვილი დაიბადა 1958 წელს გორში. დაამთავრა მე-11 საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო. 5 წელი სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად მუშაობდა. ბოლო პერიოდში მან შექმნა გორის დარბაზი თანამოაზრეებთან ერთად, რომელიც საარჩევნოდ პოლიტიკურ გაერთიანებად გადააკეთა და გორის მერად კენჭისყრა გადაწყვიტა. თამაზ მაყაშვილს ჰყავს მეუღლე, დედა და 4 ვაჟი. პირველ რიგში ვფიქრობ, რაც უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მერის პოზიციაზე, ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი ქალაქი, თავისი საქმე და არ უნდა იყოს ეს უბრალოდ რაღაცა მოვალეობა და სამსახური, გულით უნდა აკეთებდეს ამ ყველაფერს, რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ესე იქნება. მამაჩემს ძალიან დიდი ხნის გამოცდილებაც აქვს ამის და პატიოსანიც არის, როგორც წეღანთედომ თქვა და მოკლედ ყველაფერი აქვს ისეთი მართლა რაც უნდა კონდეს ქალაქის მერს. მე არ მაქვს ისეთი ურთიერთობა მამასთან არც ჩემ არც ერთ ძმას, ესეთი ოფიციალური მამაშვილი ურთიერთობა. ყოველთვის მე მახსოვს პირველ რიგში ერთი თავარი თვისება, რაც ყველაზე მეტად პატივსაცემი არის ჩემთვის, ეს არის თავისუფლება. ადამიანი რომელიც ყოველთვის გსრდიდა თავისუფლად. არაფერი არც უთქვამს, არც გაუკეთებია მამაჩემს. არა მარტო ამ ბოლოს არჩევნო პერიოდში, არამედ მთლიანი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში არაფერი მკვეთრი ანაბიჯი არ გადაუდგამს, რაც არ გაუტარები ერთგვარ ოჯახის ფილტრში, რაც მისთვის არის ერთგვარი სინდისის ტაძარი. მის გადაწყვეტილებას ოჯახში მხოლოდ მეუღლე არ ეთანხმებოდა, რასაც იაბჟალავა თავისებურ ახსნას აძლევს. ჩემი შვილებისგან განსხვავებით, მე მაინც და მაინც მოხარული არ ვიყავი, რომ ასე აქტიურად ჩართულიყო. იმიტომ კი არა რომ მეშინო და უბრალოდ უფრთხილდებოდი, არ მინდოდა რომ ენერგიულა, ვიცოდი რომ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევდა და ამიტომ მხოლოდ. პოლიტიკა ჩემთვის ის სფეროა, სადაც მე უფრო მეტის გაკეთება შემიძლია, ან უფრო მეტი პროდუქტის შექმნა შემიძლია. მე რაღაცა პერიოდში 2004 წლიდან 2009 წლამდე ჩამოშორებული ვიყავი პოლიტიკურ საქმიანობას და უფრო ბიზნესში მოღვაწეობდი. თამაზ მაყაშვილს იმ ადგილზე მივყავართ, რომლის რეაბილიტაციას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. აი ახლა გაჩვენებთ როგორ ეჭრება თანდათან მიწა, ტერიტორია და რაღაც მაღაზიების და რესტორნების და რაღაც ესეთი ობიექტების განაშენიანება ხდება. კანდიდატი ფიქრობს, რომ ახალგაზრდებისთვის ახალბაღისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება საჭირო და აუცილებელია.